სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომლებიც ჩაწერილია 2003 წლის 6 ივლისს. ჩვენ გადავედით 52 ნაწილზე და ვაგრძელებთ ამის თარგმნას. შემდეგ კითხვა შეიძლება ესეთი ფორმულებით გავაკეთოთ. შეიძლება რომ ქალი გათხოვების შემდეგაც გაყვეს თავის პროფესიულ კარიერას? მოусმინოთ ახლა კითხვაზე. დედის დღესთან დაკავშირებით თქვენ იქადაგეთ იგავების 31 თავი ქალზე. და მე მინდოდა დამესვა კითხვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს. და აი ჩემი კითხვა. თუ მეყოლება ქალიშვილი და ის გამოთქვავს სურვილს, რომ გააგრძელოს პროფესიული კარიერა, მაგალითად სამედიცინო კარიერა, რაც ფართო განათლების გათვალისწინებით თქვენ იცით რა პრობლემებთან არის დაკავშირებული. მე უნდა შეუშალო ხელი თუ არა ამ ტიპის საქმიანობას? მაშინაც კი თუ ის ავლენს ნიჭს, ინტერესს და მიდრეკილებას, მაინტერესებთ ეს იქნებოდა დროის უაზრო კარგვა? რადგან ჩემ ქალიშვილს აქვს ნიჭი, რატომ არ უნდა წავახალისო იგი? და უბრალოდ მაინტერესებს ზუსტად ამასთან დაკავშირებით. მე ნებამომიოძოთ წაგიკითხავთ 31 თავს იგავების წიგნის, რომელიც ძალიან საინტერესოა და ალბათ ყოველთვის აქტუალური თუ ბიბლია რას ამბობს ქალის მოდელზე, ალბათ ყველაზე კარგი ნათელი მაგალითი. სხვაგანაც არის ქალებზე მითითებები, შეიძლება ამოკრიფოთ მათი ბიოგრაფიებიდან, მაგრამ აქ არის მითითება. იგავებში თუ რა არის ალბათ სამაგალითო ეტალონური ქალი, რომელიც დღესაც შეიძლება ეს ყველანაირად აქტუალური იყოს და ბატონი ჯონის სიტყვის ამას, რომ მათ დროს ძველად სხვა საქმიანობას ეწეოდა ქალები, დღეს სხვა საქმიანობას ეწევიან, ხო? შეიცვალა რაღაც გარკვეული როლები, მაგრამ პრინციპი ერთი და იგივე რჩება. მე ძალიან წავიკითხავ ამას. იგავნის სოლომონისა 31. სიტყვანი მეფე ლემუელისა, რომლითაც მისი დედა არიგებდა. რაო ძეო ჩემო მუცლისა, რაო ძეო ჩემო აღთქმებისა. ნუ შეალევ ქალებს შენ ძალას და შენ გზებს მეფეთა დამღუპელებს. მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინისმა და არც მთავრებს მაგარ სასმელთა სიყვარული, თორემ დალევენ და ივიწყებენ დადგენილებებს და გაამაგრდებენ ჩარგულთა სამართალს. მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო სულ გამწარებულს, რათა დალიოს და დაიწყოს თავის სიღარიბი და აღარ ახსოვდეს თავის ტანჯვა. გახსენით პირი დამუჯებულთათვის და ყოველი წირულის დასაცავად. გახსენი პირი განსაჯა სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები. და ეხლა იწყება ეგ, უბრალოდ მე მინდოდა რომ ესეც 31-ში თქვენ მოგესვინათ. შეიძლება ეს თავის დედაზე დაკვირვებით გააკეთა, შეიძლება მეუღლეზე, არ ვიცი სოლომონმა, მაგრამ აი ამას მოსდევს შემდეგ უკვე ქალის გამრჯე ცოლს ვინ იპოვის. ხო, ესე იგი შეიძლება ეს დედის დარიგება იყო, რაც ახსოვდა სოლომონს და დედამაც ზუსტად მერე ქალის მოდელი მას დაუხატა და სოლომონმაც ეს გაიხსენა. გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიძე ძვირფასია იგი. დანდობილია მასე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება. სიკეთეს მიაგებს მას და არა ბოროტს, მთელი მისი ცხოვრების დღეებში. მატყლს და სელს მოიძებს და სიხარული ჩრომობს თავისი ხელებით. სავაჭრო ხომალდების გავსად ჩორიდან მოაქვს თავის საზრდო. ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ. იფიქრებს მინდორზე და შეიძეს მას. საკუთარ ხელთა ტევნით რგავს ვენახს. ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს. ხვდება რომ კარგია მისი მონაგები, ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი. იწვდენს ხელს სართავი ჯარასაკენ და თითისტარს დაიჭერს. ხელს უმართავს ღარიბს და ხელს უწვდის გაჭირვებულს. არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული. ფარდაგებს იმზადებს, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი. ცნობილია მისი ქმარი კარიბჭეებთან და ქვეყნის უხუცესთა შორის ზის იგი. სელის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, სარტყლებით ამარაგებს ვაჭარს. ძალითა და ღირსებით არის შემოსული და უღიმის მომავალს. სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგება მის ენაზე. თვალყურს ადევნებს თავის სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს. დგებიან მისი შვილები და ლოცავენ მას. ქმარიც აქებს და ეუნება.
მრავალი ასული მოგცეულა სანაკებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე. მაცდურია მომხიბლელობა და ამაოა სილამაზე. უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება. მიეცით საკუთარ ხელთან აყოფისაგან და საქმენი მისნი განადიდებენ მას კარიბჭეებთან. ნახეთ, შესანიშნავი ის არის, რომელიც დღეს დავიწყებულია და იცით, შეიძლება იყოს ძალიან გამრჯე ქალებიც, ძალიან ესე ვთქვათ, შრომელი პროფესიონალური კარიერის, მაგრამ ამ დროს ოჯახიდან განზედგომილები. ეს არის დიდი ტრაგედია. ხო, ძალიან ბევრია დღეს საქმოსანი ქალები, იცით, შეგიძლიათ შეხვიდეთ Forbes-ის მილიარდელთა სიაში და იქაც არის ჩამოთვლილი, ვინ არის ყველაზე უმდიდრესი ქალები და რა ვიცი, Oprah Winfrey და ვიღა აღარ არის მან, ხო? Renault-ის ცოლი და რა ვიცი, Coco Chanel-ი და რა ვიცი, ვინც არიან, ხო, თუნდაც საქართველოშიც რო ეხლა გამოჩნდნენ ესეთი ქალები, მაგრამ ყველა საინტერესოა ოჯახთან როგორ ართმევენ ისინი თავს და ასევე ეს ღმერთიდან არის მათი ქება და ღმერთთან როგორი ურთიერთობა აქვს, თორე უღმერთოდ ძალიან ბევრი სატანამაც აღჭურვა ამისათვის. აი მოდით ახლა მოусმინოთ ჯონი მაკარტური იმაზე თუ მაინტერესებს ფიქრობ თუ არა ეს იქნება დოის ზარომზე კარგა. და ჯონ მაკარტური ამბობს, არა, აბსოლუტურად არა, რა თქმა უნდა თქვენ უნდა წაახალისოთ და მიცეთ მის ნიშს გაქანების საშუალება. თუ ფიქრობ თუ მას აქვს ინტერესი ამ ასეთი კარიერის მიმართ, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს მიმართ, რომელიც ძალიან რთულია, ეს შესანიშნავი ადგილია ქალისათვის სამსახურში გასაწევად. თუ მას აქვს ინტერესი და აქვს უნარი, მაშინ ფიქრობ, რომ მან უნდა გააგრძელოს ეს. გულისხმობ, თუ მას აქვს შესაძლებლობა, ეს შესანიშნავი. შვენიერი ადგილია შენი სიცოცხლის ელემენტარულად რომ მიუძღვნა ამ კარიერას და ამ გზას მიყვები მანამ, სანამ არ გახდება და დადგება საკითხი, თუ შენ რა პრიორიტეტებს აირჩევ, როცა გათხოვდება თქვენი ქალიშვილი და გათხოვდება ეს ქალი. მაგალითად, ის დაქორწინდება და შვილი ეყოლება. ახლა მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა იქნება მისი ცხოვრების პრიორიტეტები. მაგრამ მთელი დარჩენილი ცხოვრება თუ შვილები ეყოლება და მიყვება იმას, რასაც ბიბლია ამბობს სახლის მოვლაზე და შესაძლოა ამის პარალელურად გვერდით სამედიცინო საქმიანობის გაკეთებაც, მე მგონია რომ არსებობს გზები, რომ ეს ყველაფერი დაბალანსდეს. მაგრამ თუ ის აირჩევს იმას, რაც სწორია და იზრუნებს სახლზე, ქმარზე, შვილებზე, ღვთისმიერ დადგენილი წესით აღზრდის მისი ოჯახის წევრებს, კიდევ უფრო მდიდარი იქნება ამ წარსულისა და განათლების წყალობით. ის განათლება სახლშიც გამოადგება. მაგრამ ეს არის ინდივიდუალური საკითხი, ხო გითხარით იმის და მიხედვით თუ ოჯახს როგორ ექნება ამის საშუალება. მიატოვოს კარიერა, მთლიანად მიუძღვნას თავის ოჯახს, თუ დააბალანსოს ორივე. და მშობლები ამ კითხვას მე მუდამ მისვამენ ხოლმე. მეკითხებიან, გაუშვა თუ არა ჩემი ქალიშვილი სკოლაში მასწავლებლად. სკოლის მასწავლებლად დამამთავრო კოლეჯი, ვისწავლო სკოლის მასწავლებლობა, მივიღო მასწავლებლის სერტიფიკატი. და როდესაც ესეთი ვინმე გაყვება მაგალითად ვიღაცას ცოლად და მას 3 ან 4 შვილი ეყოლება. რა მოხდება? ის მოხდება, რომ მათ სახლში უკვე მასწავლებელი ყავთ. ასე რომ ნახეთ, ყველანაირად გამოსადეგარია თუ თქვენ კარგ პროფესიას შეარჩევთ. ოჯახისათვის ასეთი მომზადება სწავლება უდიდესი კურთხებაა და უდიდესი დალოცვა. მე ფიქრობ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ არ იცი შენ სად წაგიყვანს უფალი. მაგრამ ყველა ეს უნარი შეიძლება გამოყენებული იქნეს უფლის სამეფოში. არ ამგონია რომ ამ ხელა ძალისხმევა, ამდენი ენერგიები, ამდენი წლები, რომელსაც თქვენ ჩადებთ სწავლაში, რომ დაიკარგოს. მე ფიქრობ, რომ ღმერთს აქვს მიზანი ყველა ჩვენთაგანისთვის, ზოგჯერ ეს მიზანი არის გრძელვადიანი, ზოგჯერ მოკლევადიანი და ზოგჯერ სრული დატვირთით და ზოგჯერ ნახევარ განაკვეთზე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ინდივიდუალური საკითხი. და კითხვის დამსველი აგრძელებს ალბათ ქალბატონია, ანუ თქვენ წაახალისებდით თქვენ ქალიშვილს, ან თქვენ შვილიშვილს, რომ ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო სფეროში იმოღვაწეონ. რამდენადაც მათ შეუძლიათ. და როდესაც ოჯახი ექნებათ მაშ, იფიქრებდით, რომ სცოდვა არის თუ ისინი გააგრძელებენ პროფესიულ კარიერას და ოჯახურ ცხოვრებას ერთად? და ჯონ მაკარტური, არა. მე სცოდვა და ამას არ ჩავთვლიდი. თუ ისინი ოჯახის წინაშე თავიანთ პასუხისგებლობას შეასრულებენ პირნათლად. თუ არ დაემორჩილებიან ამას, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა კარგი. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამას კარგად აბალანსებენ.
და ყოველთვის არის დრო, როდესაც ბავშვები მიდიან, იზრდებიან და შეიძლება მერე ეს ინტერესი ისევ აღდგეს, როდესაც დააფრთიანებთ და დედაჩემის შემთხვევაში ესე იყო, დედაჩემს არ უმშავე, სანამ ჩვენ არ გავიზარდეთ, ეს მე ვამბობდა არა ჯონ მაგარტური და ფიქრობ, რომ ეს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. თუ ქალი ზრუნავს ქმარზე, ოჯახზე და გვერდით კიდევ რაღაცებს აკეთებს, ხედავთ, ეს შეიძლება უნარის საკითხი იყოს და ძალიან კარგად გამოყენებული იყოს თავის სახლშიც, ეკონომიური შემოსავლისთვის და ასევე ოჯახის დასახმარებლად. იცით რომ დღეს ამდენი საოცარი რაღაცები ხდება, ცხოვრება ძალიან იცვლება, უბრალოდ საკითხი ისევ რჩება პრიორიტეტი, რომ თქვენი ცხოვრებაში რა არის უფრო პრიორიტეტული, ქმრისა და ოჯახის მოვლა თუ პროფესიის გაგრძელება. ასე რომ ამის დაბალანსება შეიძლება. თუ თქვენ ხართ სახლის ერთგული მზრუნველი, ქმრის მოსიყვარულე, შვილების მოყვარული, რომ აღზარდოთ ღვთისმოსავი თაობა, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი ამის პარალელურად გააკეთოთ და მოაგვაროთ ეს ყველაფერი და დააბალანსოთ. და ერთ რამეს გეტყვით კიდევ, ბევრი ქალია, რომელიც არ მუშაობს, მაგალითად, ხო? არ აქვს კარიერა, მაგრამ დიდ დროს ხარჯავს ძალიან არაფრის კეთებაში. ხედავთ ხომ? ესე იგი, შეიძლება უკიდურესად ესეთიც იყოს. არსებობენ სხვა ქალები, რომლებიც დისციპლინირებულები არიან და შეუძლიათ იმუშაონ ეფექტურად, ოჯახშიც და პროფესიულ სამსახურშიც. და მათ აქვთ ძალიან ეფექტური შესაძლებლობები. იგავების 31 თავის ეს ქალი იყო, რომელსაც საკმარისი გონება ჰქონდა ფულის დასაზოგად. იმის გასარკვევად თუ სად იყო იაფი მინდორი და მინდურის ფაზე მოლაპარაკებისათვის და მინდურის საყიდლად. ანუ ის იყო ბიზნესმენი, საქმოსანი. გესმით ხო რას ვამბობ? იქ იყო საწარმო. რა თქმა უნდა, საქმე იმაშია, რომ უნდა დარწმუნდეთ, რომ ინარჩუნებთ თქვენ გაქვთ დრო სახლისა და ოჯახისათვის, რომ პრიორიტეტი ეს იყოს, რომ ბავშვები იღებენ ყველაფერს, რაც თქვენგან მათ ჭირდებათ. და თუ დარჩენილ დროს თქვენ არ დაკარგავთ და რაღაც პროდუქტიულად გამოიყენებთ, არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ მიყვეთ ამ ტიპის ელემენტარულად აქტივობას. და მე ვფიქრობ, რომ ქალები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ამავე დროს, იმიტომ რომ ისინი გადიან ისეთ სფეროში, სადაც მამაკაცები, სხვა მამაკაცებთან ექნებათ ურთიერთობა, კარიერულ სფეროში. და შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც ძალიან დაუცველი და ძალიან მაცდურ გარემოში იყოთ მამაკაცებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენი ქმრები არ არიან. და შეიძლება ვიღაცა მისარგებლოს და რაღაც კომპრომეტირებულ სიტუაციებში ჩაგაგდოთ. სწორედ ამიტომ ისინი მუდმივად ავითარებენ იცით მეწარმეები დამსაქმებელი კანონებს, სექსუალური შევიწროების, ესე თქვათ რაღაცა ისეთი ჰარასმენტის შესახებ, რომ დაცული იყოთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ქალი მუშაობს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია ქრისტიანი ქალისათვის. თუნდაც ის იყოს მარტოხელა ან დაქორწინებული. სანამ შვილები ეყოლება და სამუშაო წავლენ. გარკვეული სიბრძნეა საჭირო, რომ მან თავი არ ჩაიგდოს ისეთ სიტუაციაში, სადაც ის ცდუნებებისა და ისეთი რაღაცეების უხერხული სიტუაციების წინაშე აღმოჩნდება, სადაც შეიძლება ის კომპრომეტირებული იყოს მისი სიწმინდე და მისი სისპეტაკე. რაც უფლისათვის, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფელი იქნება და არანაირ კომპრომისზე წასვლა არ ეგების აქ. ამიტომ ვფიქრობ, ქმარს აკისრია პასუხისმგებლობა ცოლის მოყვანის შემდეგ დაიცვას იგი ასეთი გარემოსაგან, რადგან ის საკუთარ ქმარს უნდა დაემორჩილოს და არა ყველა მამაკაცს ოფისში ან სხვაგან. ამიტომ ეს ძალიან დელიკატური საკითხია და ყველა კუთხიდან არის ამაზე შეხედვა საჭირო. და ვფიქრობ, ყველა ოჯახმა უნდა გადაჭრას ეს ინდივიდუალურად. რაც უფრო განათლებული ახალგაზრდა ქალბატონი, მით უფრო მეტად გამოიყენებს ის ამ ტიპის შესაძლებლობას, იმის გაცნობიერებით, რომ ღმერთმა მისცა უნარები ამ სფეროში და ღმერთმა დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო მომავალში. ღმერთს ალბათ კარგი მიზნები აქვს ამ ყველაფრისათვის. ეს მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით.